ცოტა ხანში გაიგებ ვინ ვარ მე. ჩაკეტილი წრე მართავდა ამ პანდემიას. გრიპს ველოდით, როდესაც დაიწყო ამ კორონავირუსის პანდემია. რა ხდება ამათთან დაკავშირებით დღეს? სად არიან ეს ვირუსები? პანდემიები იქნება, პანდემიები თუ არა, ეპიდემიები იქნება. მოგესალმებით, ცოტა ხანში გაიგებთ ვინ ვარ მე. ეს არის პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა და ვიღაბი, რომელიც ახლა მიკეთია, არის შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა ძალიან აქტიურად ევროპის ქვეყნებში მედიკოსების მხრიდან, მაშინ, როდესაც ისინი ებრძოდნენ სხვადასხვა ინფექციებს და ამ, ასე ვთქვათ, ნიშკარტში მოთავსებული იყო სხვადასხვა არომატიზატორი, მათ შორის ერთ-ერთი იყო ნიორი და მაშინ მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდნენ არაფერი ინფექციების შესახებ, ვირუსების თუ ბაქტერიების შესახებ, ასე ვთქვათ, ესეთი აღქმა ჰქონდათ, რომ ესეთი არომატიზატორები მათ დაეხმარებოდათ ჰაერის გაფილტრვაში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ ნიღაბმა თქვათ, ევოლუცია განიცადა და დღეს ბევრად უფრო ესეთი ეფექტური საშუალებებით ვიყენებთ მას, ბევრ ადამიანს ჯერა, რომ მაგალითად ნიორი დაეხმარება მათ სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლაში და ისინი აქტიურად იყენებენ მათ სხვადასხვა ფორმით. დღევანდელი გადაცემის თემა ალბათ არ გაგიჭირდებოდათ, მიხვედრილიყავით, არის პანდემიები და დღეს გადაცემაში მე, ეპიდემიოლოგი ლაშა გულბიანი, იმუნოლოგი ბატონი გიორგი კამკამიძე და ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვისაუბრებთ სწორედ ჩვენთვის უკვე დღეს ყველასთვის ნაცნობ ინფექციებზე, რომელმაც გამოიწვიეს პანდემიები. მოდი მოკლედ დავიწყოთ ლაპარაკი მიკროორგანიზმებზე, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრია. თუმცა საბედნიეროდ ისინი ყოველთვის ვერ იწვევენ ისეთ მდგომარეობებს, როგორც არის თუნდაც ეპიდემია, თუნდაც პანდემია. აი, ამ მიკროორგანიზმებს მინდა როგორც ეპიდემიოლოგმა, როგორც ინფექციონისტმა მოგვიყვეთ, აი რა უშლის, ან რა უწყობს ხელს პირველ რიგში დავიწყოთ, რა უწყობს ხელს რომ გავრცელდნენ, არ შემოიფრაგონ რაღაცა პატარ-პატარა ეპიდაფეთქებებით და მიიღონ უფრო ფართომასშტაბიანი ფორმები. მაყურებელს მივესალმები, კიდევ ერთხელ გავიმეორებ დღევანდელი ჩვენი თემა პანდემიები, ალბათ ბევრისთვის ძალიან საინტერესო თემა. და ლაშა, სანამ შენ კითხვას პასუხს გავცემ, მინდა კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად განვმარტო რა არის ეპიდემია, პანდემია. ეპიდემია არის მიკროორგანიზმების გავრცელება, ან ინფექციური დაავადების გავრცელება ჩვეულებრივ იმ დროს და იმ არეალში არსებულზე უფრო მეტად. ანუ მაგალითად რაღაც კონკრეტული დროის განმავლობაში ან კონკრეტულ ტერიტორიაზე, როგორც ჩვეულებრივ სტანდარტულად არის ხოლმე წარმოდგენილი სხვადასხვა ინფექცია, თუ ამაზე მკვეთრად მეტად გავრცელდება უეცრად, ამ მდგომარეობას უკვე ქვია ეპიდემია. პატარა მასშტაბით მას ეპიდაფეთქებასაც უწოდებენ ხოლმე, ინგლისურ ტერმინსაც მოვიყვან, იმიტომ რომ ბევრს ესმის outbreak. თუ ამ ინფექციურმა დაავადებამ გადალახა კონტინენტი და გავრცელდა სხვადასხვა კონტინენტებზე, მას უკვე პანდემიას უწოდებთ. იმისთვის რომ მიკროორგანიზმებმა მიიღოს პანდემიური ხასიათი, ან საერთოდაც მაინც და მაინც პანდემიაზე ნუ ვილაპარაკებთ, ან უბრალოდ რომ აღნიშნოთ რა უწყობს ხელს მიკროორგანიზმების გავრცელებას, ხო? აი რატომ არის რომ ჩვეულებრივ ჩვენ ცხოვრობთ, თითქოს ვერც ვამჩნევთ ზოგიერთი მიკროორგანიზმის არსებობას და უცებ ისინი შესამჩნევები ხდებიან. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ყველაფერს ალბათ ვერ შევეხებით, მაგრამ აი ძირითადი მაინც არის შემდეგი, რომ გარკვეულ პერიოდებში მიკროორგანიზმები იწყებენ მუტაციებს. ანუ თავიანთი სტრუქტურის გენეტიკური მასალის ცვლილებებს. ეს შეიძლება იყოს ჩვენს მიერ მაგალითად არასწორად მოხმარებული მედიკამენტების საპასუხოდ. აი მაგალითად ანტიბიოტიკების ესეთი გადაჭარბებული გამოყენება იწვევს ბაქტერიების რეზისტენტობას, ანუ გამძლეობას და მათ უფრო ფართო გზას უხსნის, რომ სწრაფად გავრცელდნენ. აი ასე დაემართა მაგალითად კაცობრიობას ტუბერკულოზთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს დამარცხებული გვეგონა და შემდეგ უკვე შემოგვიტრიალდა მისი ძალიან მძიმე რეზისტენტული ფორმები. ასევე მაგალითად გარემო ფაქტორები, აი ვთქვათ, ტყეების ძალიან ინტენსიური გაჩეხვა, გლობალური დათბობა იწვევს მწერების სამყაროს ცვლილებებს, მღრღნელების გადაადგილებების ცვლილებებს, რომლებსაც როგორც ვიცით, მიკროორგანიზმების ძალიან დიდი ნაწილი გადააქვთ ცხოველებს, ხომ, მწერებს, მღრღნელებს განსაკუთრებით და ხდება მათი უეცარი გადანაწილება.
ტერიტორიებზე და უცებ შეიძლება ამან გამოიწვიოს რომელიღაცა ინფექციის სწრაფი ამავლობა და აფეთქება. ინფექციების დიდი ნაწილი სწორედ ეგრეთ წოდებული ზოონოზური წარმოშობის არის, ანუ ცხოველთა სამყაროდან მოდის. და ესეთი არაერთი, ვთქვათ, პანდემია ახსოვს კაცობრიობის ისტორიაში, ძალიან ბევრი პანდემია ყოფილა. ჯერ კიდევ აი მაყურებელს რა უთხრა, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 430 წელს იყო ათენში ჭირის ეპიდემია, სადაც 25% ათონის მოსახლეობის დაიღუპა. ამას ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა მაყურებელს უთხრათ, რომ ახალი არ არის ეს თემა და ყოველთვის იყო ადამიანი, რაც არსებობს ეს მიკროორგანიზმები და მათი გამოწვეული. ერთი საინტერესო სტატისტიკა უნდა მოვიყვანო, რომ ადამიანის ისტორიაში ომებზე ბევრად მეტი ადამიანი იმსხვერპლა მიკროორგანიზმების სამყაროში, ანუ პანდემიები. მე იყო ასე ვთქვათ, შუა საუკუნეებში, აი როგორც შემიღაბი, როდესაც შეიქმნა და გამოიყენებოდა აქტიურად შავი სიკვდილის სახელით გავრცელებული ჭირი, რომელმაც ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი პანდემია იყო ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტზე და 200 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ამ დროს და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 60%-ით შემცირდა მაშინ ევროპაში მოსახლეობა. ამას რატო ვაკეთებთ ეს, რატო გავაკეთეთ ესეთი რაკურსი, რომ გვინდა აი ბატონ გიორგი შევეკითხო, ეხლა ბოლო პერიოდშიც აი უკანასკნელი 10 წლების განმავლობაში გქონდა ჩვენ ესეთი შემთხვევები, ხო, კოვიდამდეც იყო არ იყო პირველი კორონავირუსული ეპიდემია, ხო, მანამდეც იყო ესეთი შემთხვევები კორონავირუსის მიერ გამოწვეული და გქონდა ასევე ღორის გრიპის არაერთი შემთხვევები და ქათმის გრიპის. აი ამ ორ მიკროორგანიზმზე მინდა თქვენ როგორც ვირუსოლოგი და იმუნოლოგი გვესაუბროთ, რამდენი აქვთ მათ პოტენციალი მომავალში კიდევ ერთხელ დაბრუნდნენ არა ისე როგორც იყვნენ მაშინ და მაშინ საზოგადოებამ სამედიცინო საზოგადოებამ მოახერხა როგორღაც მათი ესე ვთქვათ რომ არ გავრცელებულიყვნენ უფრო და არ მიიღოთ დიახ მადლობა უფრო ესეთი ფართო მასშტაბით და ეხლა ვთქვათ როგორი სიტუაცია რამდენი აქვთ მათ კვლავ პოტენციალი დაგვიბრუნდნენ უფრო ფართო მასშტაბებით. მინდა მივესალო მაყურებელს, ჩვენ ხედავთ რომელი ვირუსები იყო ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობის დასაშროების ადამიანთა საზოგადოებისთვის. ეს არის აი ზუსტად ეს ბოლო პანდემია, რომელიც გამოწვეული იყო კორონავირუსებით და გრიპის ვირუსი, რომელმაც წინა საუკუნეში რამდენჯერმე გამოიწვია პანდემია და 21 საუკუნეში 2009 წელს იყო ღორის გრიპის პანდემია, რომლის დროსაც ასევე ძალიან მაღალი იყო გავრცელება მისი, ყველა კონტინენტი მოიცვა, საკმაოდ მაღალი იყო სიკვდილიანობაც, მათ შორის ბავშვებში, ორსულებში. თუ კი შევხედავთ წინა საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს, ერთ-ერთი ცნობილი ყველასთვის პანდემია იყო გრიპით გამოწვეული, ისიც მსგავსი ვირუსია H1N1 ეგრეთ წოდებული, რაც არის ღორის გრიპი, რომელიც დაერქვა უკვე 2009 წლის პანდემიას და ის ცნობილია როგორც ესპანური გრიპის სახელწოდებით, ისპანკასაც უწოდებენ Spanish flu. რომელმაც გამოიწვია 50 მილიონზე მეტი ადამიანის დაღუპვა იმ პერიოდში. ეს სტატისტიკა არის ევროპის ძირითადად და იმ ქვეყნების, რომელიც ევროპასთან ახლოს არის, თუმცა როგორც ითვლიან, გაცილებით მეტი შეიძლება იყოს აი სიკვდილობა გამოწვეული ამ ვირუსით. შემდეგ იყო აზიური და ჰონკონგის გრიპის პანდემიები 50-იანებში, შემდეგ უკვე 70-იან წლებში და უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ წელს ჩვენ გვაქვს სეზონური გავრცელება გრიპის, მისი ახალი ვერსიის, გრიპის ვირუსის. და ყოველ წელს პრინციპში არის შეკითხვა, რომ ხომ არ არის ეს კონკრეტული ვირუსი პანდემიური თვისებების და ხომ არ შეიძლება რომ მან გამოიწვიოს მოცემულ წელს პანდემიური განვითარება. შესაბამისად, გრიპი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ალბათობის ვირუსი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს ახალი პანდემიის მიზეზი. ჩვენ 2019-ში როცა კოვიდზე ვრცელდებოდა ინფორმაცია
პირველი მოლოდინი იყო, რომ ეს ალბათ რომ გაიშიფრებოდა, აღმოჩნდებოდა, რომ არის გრიპი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და ეს აღმოჩნდა კორონავირუსი. დიახ, ვინაიდან წინა ეპიდემიები, რომელიც დაკავშირებული იყო კორონავირუსთან, ეს იყო 2003 წელს SARS-ის ეგრეთ წოდებული, მას უწოდებენ ადამიანის პირველი ტიპის კორონავირუსს, ამ ახალ კორონავირუსს მეორე ტიპი და ასევე იყო უკვე შემდეგ 2012 წელს MERS-ის ეგრეთ წოდებული შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომის სახელით იგივე კორონავირუსის საბედნიეროდ მათ არ მიიღეს პანდემიური ხასიათი დამთავრდა ეპიდემიის ზღვარზე და ეს მართლა ძალიან დიდი გადარჩენა იყო კაცობრიობის, იმიტომ რომ გავიხსენოთ, რომ SARS-ის სიკვდილობა იყო 10% და MERS-ის 30%-მდე და ამიტომ სამედიცინო და ეპიდემიოლოგიურ საზოგადოებაში მართლა გულის კანკალით ადევნებდნენ თვალყურს, ვადევნებდით თვალყურს, რა იქნებოდა, იმიტომ რომ ეს იქნებოდა მართლა კატასტროფა და საბედნიეროდ მათი გაჩერება მოხერხდა. თუმცა ის რომ გაჩერება მოხერხდა, საერთოდ არნიშნავს იმას, რომ ისინი კიდევ არ შეიძლება დაბრუნდნენ, მით უმეტეს რომ ეს ვირუსები სტრუქტურა, ამ ვირუსის მუდმივად განიცდის ცვლილებას, ხო? ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ანტიგენურ შიფტზე და დრიფტზე, ხო? თქვენგან არაერთხელ გვსმენია ეს ტერმინები და ეს ის ფაქტორებია, რომელთა გამოც მუდმივად, ესე ვთქვათ, უნდა ვიყოთ ყურადღება, უნდა გამახვილებული გქონდეს, რომ ის ვირუსი, რომელიც ცირკულირებდა ადრე, შეიძლება დაბრუნდეს და მაგრამ სტრუქტურა შეცვლილდა. აი ამაზე რამდენად სერიოზულია ეს ფაქტორი და რამდენად უნდა მივაქციოთ ამას უყურდება და რა უნდა გავაკეთოთ საერთოდ ამისთვის. დიახ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მართალს ამბობთ, რომ არის ორი ტიპის ცვლილება გენეტიკაში და უნდა აღინიშნოს, რომ გრიპის ვირუსი გაცილებით უფრო სწრაფად იცვლება და უფრო მეტი მუტაციის და ეგრეთ წოდებული რეკომბინაციას ვეძახით, ანუ ახალი კომბინაციით გენეტიკური მასალის მოგვევლინება ხოლმე გრიპის ვირუსები, მათ გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს ვიდრე კორონავირუსებს. უნდა აღინიშნოს, აი ჩვენ ვამბობდით, რომ გრიპს ველოდით, როდესაც დაიწყო ამ კორონავირუსის პანდემია, საპირისპირო მაგალითიც არის, ანუ ჩვენ ვიცით, ეს 19 საუკუნის ბოლოს იყო ასევე დიდი პანდემია, რომელიც რუსული გრიპის სახელითაა ცნობილი. დღეს უკვე ფაქტიურად დადასტურებული ფაქტია, რომ ეს არ იყო გრიპი და იყო კორონავირუსული ინფექცია. ეს ვირუსი დღესაც ცირკულირებს ჩვენს გარშემო სხვა სამ კორონავირუსთან ერთად, რომელიც ყოველ წელს გვევლინება როგორც სეზონური, ეგრეთ წოდებული გრიპის მაგვარი ინფექცია, რომელიც არ არის მძიმედ მიმდინარე, სუბუქად მიმდინარეობს და ყოველწლიურად ხდება ის ამ ვირუსის მიერ რესპირაციული სინდრომის, ანუ აი გრიპის მაგვარი დაავადების განვითარება ძალიან ბევრ ადამიანში. შესაბამისად, ახალ კორონავირუსზეც შეიძლება გქონდეს ასეთი იმედი, რომ ისიც მსგავს ვირუსად გადაიქცევა მომავალში, რომელიც არ იქნება ძალიან აგრესიული და მას შევეწყობთ. პრინციპში ალბათ წელს უკვე ასეთ შეიძლება ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ მაინც აქვს უფრო მაღალი, თქვათ, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობა ვიდრე სხვა სეზონური ინფექციებს, ნელ-ნელა ის ხდება უკვე რიგითი მორიგი ვირუსი. და ზუსტად ის მეორე ვარიანტი, ანუ სწრაფი ცვლილება გენეტიკური მასალის, მაგალითად განვითარდა, როდესაც ომიკრონი შემოიჭრა წინა, ეგრეთ წოდებული კლასიკური კორონავირუსების, მაგრამ რაც არის ალფადან დაწყებული დელტას ჩათვლით, რომლებიც იწვევდა ფილტვის დაზიანებას და ამით იყო საშიში. ეს ახალი ომიკრონი არის ისეთი ვარიანტი, რომელიც იწვევს რასაკვირველია სიმპტომებს რესპირატორული ტრაქტის მხრივ, ანუ სასუნთქი გზების მხრიდან, თუმცა არ აზიანებს ფილტვს. და შესაბამისად ამ ახალი ვირუსის ჩამოყალიბებაში, ომიკრონის ჩამოყალიბებაში ზუსტად თამაშობდა როლს ეს სწრაფი შიფტის მაგვარი, ასე ვთქვათ, ცვლილება. რაც შეეხება დაუბრუნდეთ გრიპის ვირუსს, აქ რასაკვირველია ყოველწლიურად მიმდინარეობს გენეტიკური მასალის ცვლილება, ეგრეთ წოდებული ნელი ცვლილები, დრიფტის სახით, რომლის პროგნოზირება შესაძლებელია. შესაბამისად, აი ყოველ სეზონზე ახალი ვაქცინა რომ გვაქვს გრიპის საწინააღმდეგო, ზუსტად ეფუძნება იმას, რომ ჩვენ წინასწარ შეგვიძლია პროგნოზი გავაკეთოთ, თუ როგორი გენეტიკური შემადგენლობის ვირუსი იქნება გავრცელებული ამ სეზონზე. რაც შეეხება შიფტს, მაშინ ვისარგებლებ შემთხვევით და მოუწოდებ
მაყურებელს, რომ გრიპზე ყოველ წელს უნდა იცრან, იმიტომ რომ სწორედ აი ამ ფაქტორების გამო წინა წელს ჩატარებული ვაქცინაცია შემდეგ წელს აღარ გვადგება რა და ბევრი პაციენტი ამბობს ამას, რომ მე რამდენად უნდა ავიცრა გრიპზე, შაშან ხომ ავიცერი. ეს ერთ-ერთი ის ინფექცია, რომელზეც ყოველ წელს უნდა ავიცრათ, სწორედ იმიტომ რომ იმ წლის მოცირკულირე, ანუ იმ ვირუსებს დაფარავს, რომელიც იმ წელს არის მოლოდინი. რაც შეეხება shifts, ისე დაამოვწუროთ ეს თემა გრიპის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში რასაკვირველია სეზონური ვაქცინა ვერ დაგვიცავს და ეს იქნება ძალიან ისეთი ძლიერი ცვლილება ვირუსის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სამწუხაროდ პანდემიური მიმდინარეობა. შესაბამისად, მომავალში აი ჩვენ ამიტომაც ვსწავლობთ გრიპის ვირუსს და მის ცვალებადობას ჩვენს გარშემო, რომ გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ თუ რომელი ვარიანტი ვირუსისა შეიძლება იყოს პანდემიური და რომელი არა. ისეთი ვაქცინა იმ წელს, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს იმ ყველა იმ თქვა ტიპს, რომელიც ყველაზე მეტად ალბათურია რომ მოცირკულირე იყოს იმ წელს. ხო, ახლა მე ბატონო გიორგი სანამ გავაგრძელებთ, ჩვენ მაინც შევეხოთ იმას, რა სტატუსი აქვს, ბოლომდე მაინც არ ამოვწურეთ ის ვირუსები, რომლებზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, რომლებმაც ძალიან შეგვეშინა მაგალითად 2002 წელს, შემდეგ 2006 წელს ფრინველის გრიპმა, SARS-მა, MERS-მა. აი ამაზე კიდევ ცოტა მეტი რომ ვილაპარაკოთ. SARS-ი, ანუ კორონავირუსი პირველი ტიპი, რომელიც 2002-2003 წლებში აფეთქდა და ძალიან შეგვეშინა, ჩვენ გვახსოვს აი მაშინ პირველად და გაჩნდა მაგალითად აეროპორტებში თერმოდეტექტორები და ეს მთელი რაც COVID-ზე უკვე კარგად ვისწავლეთ, პირველად მაშინ ჩაგვესმოდა, მაგრამ მაშინ მართლაც გააჩერეს ეს ვირუსი, მოერივნენ. MERS-ი მერე უკვე 2012 წელს, რომელიც აკლემებიდან გადადის და აზიის ქვეყნებში სამწუხაროდ MERS-ის შემთხვევები დღემდე გვაქვს ცალკეული აფეთქებების სახით, ამიტომ ეს MERS-ი, რომელიც ასევე კორონავირუსული არ მოხსნილა დღის წესრიგიდან და მაინც გვაშინებს, რომ შეიძლება მოგვევლინოს პანდემიის სახით, იმედი ასე არ იქნება. და ფრინველის გრიპი ყველაზე მეტად ამას მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ წელს ცოტა ისევ აგვაფორი აქა. ჩვენ გვახსოვს ფრინველის გრიპი საქართველოში 15 წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც აი ძალიან უცნაურად იყო, რომ იმ წელს ჩვენ ფაქტიურად ახალ წელს შევხვდით ინდაურის და ქათმის გარეშე, ძირითადად იმიტომ რომ ხალხი ძალიან შეშინებული იყო და არასწორად ეგონათ, რომ ფრინველის გრიპი ფრინველი განადგურდა. ფრინველები განადგურეს ძალიან ბევრი და ხალხს არასწორად ეგონა, რომ ფრინველის ხორცის ჭამით გადადიოდა მაშინ, რომ გავიხსენოთ, სინამდვილეში ასე არ არის და ეს უმხორცთან და ცოცხალ ფრინველთან კონტაქტით გადადის. ფრინველის გრიპი, რომელიც ცოტა ხანი მერე თითქოს მივიწყებული თემა იყო, წელს ისევ გამოჩნდა. ამერიკაში გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა, ფრინველების ფერმაში, ძროხების ფერმებში აღმოაჩინეს მისი ცირკულირება, ასევე ავსტრალიაში ფერმებში იყო აფეთქება და ფერმაში მომუშავე ადამიანებში შესაბამისად უკვე აი რაღაცნაირად ყველა მობილიზებულია შესაბამის სტრუქტურები, რომ არ გაგვექცეს ხელიდან ეს ვირუსი, ეგრეთ წოდებული ფრინველის გრიპი, რომელიც ჯერ ისევ ამ სახელით არის ცნობილი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ მას მაღალი აქვს ლეტალობა. ქაბატონმა აი ბატონ გიორგი ლაპარაკობდა პანდემიის, COVID პანდემიის დასაწყისზე და ახსენა, რომ ჩვენ გვეგონა ეს გრიპის ვირუსი და აღმოჩნდა სრულიად სხვა ვირუსი და ეს ადამიანური შეცდომები, თუნდაც სამედიცინო შეცდომები ძალიან ბევრი იყო ამ პერიოდში, ხო? ეხლა მე ხელში მიჭირავს წიგნი, სწორედ სახელით ჩვენი გადაცემის სახელს იმეორებს პანდემია, რომელიც ავტორიც სწორედ თქვენ ხართ, ქაბატონ მაია და ბატონი გიორგი. გასულ წელს 2023 წელს გამოვიდა ეს წიგნი და მთელი როდესაც ამ ისტორიებს კითხულობ ამ წიგნში, მოთხრობის შეგრძნება აქვს, რომ საკუთარ თავზე დაწერილი ისტორიებს გიყვებიან ავტორები ან ისტორიებს, რომლებიც შენს ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანს ამ პანდემიის ფარგლებში გადახდა და აქ არის ძალიან ბევრ შეცდომაზე ლაპარაკი. ჩვენ გვახსოვს ეს პერიოდი, ხო? მაგალითად ყველაზე ესეთი პირველი რაც მახსენდება ამ პერიოდზე იყო, რომ როდესაც იწყებოდა და გვესმოდა ჩვენ თქვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციებიდან პირველი რეკომენდაციები, რომ ტესტირება, ჩვენ რატომღაც მაშინ პასუხობდით, თითქოს რაღაცა საწინააღმდეგო გვინდოდა, რომ დაკომტკიცებინა, თუ იყო ეს რაღაცა გამოუცდელობის ფაქტორი, თუ რაღაცა ისე ვთქვათ მოულოდნელობის, არ ვიცი, ამაზე მინდა რომ თქვენ მესაუბროთ, მაგრამ აი გახსოვთ მაგალითად, რომ
ტესტირება არ არის პანაცეა, გასult ხო ეს ფრაზა, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, რაღაცნაირად სხვა სტრატეგიით მივდიოდით, ესეთი შეგრძნებას ტოვებდა, ვიდრე მთელი საზოგადოება. გასაგებია, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ აი ამ შეცდომებზე მინდა უფრო სიღრმისეულად ვილაპარაკოთ. იყო ასევე ძალიან ბევრი არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები. გახსოვთ ხო? აი მაგათაც თქვენს ამ ციკლში მივყვეთ ალბათ ჯობია, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ამას ალაპარაკო, ამას ერთი შეხვედრაც კი არ ყოფნის, იმიტომ რომ უბრალოდ აი პირველ ნაწილზე რომ ჩამოვყალიბდეთ, ტესტები პანაცეა არ არის. ეს მართლაც ისეთი მესიჯი იყო, ყველას გვახსოვს და რითი იყო ეს გამოწვეული. როდესაც მთელი მსოფლიო უკვე ამბობდა, რომ ტესტირება არის გადამწყვეტი, ჩვენ პასუხობდით, რომ ტესტები პანაცეა არ არის. პანაცეა არაფერი არ არის, მედიცინაში პანაცეა არ არსებობს. არ არსებობს. მათ შორის არც ტესტირება არ იყო პანაცეა, მაგრამ ტესტირება რომ იყო გადამწყვეტი და აუცილებელი, ეს გასაგები იყო და მალევე ჩვენ თვითონ შევუდექით ამ გზას საბედნიეროდ, მივხვდით გამოვასწორეთ ეს შეცდომა და გადავედით მასიურ ტესტირებაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უბრალოდ მაშინ ძალიან მარტივია ამის ახსნა. სახელმწიფოს გაუჭირდა უზრუნველყოფა ტესტებით, მოსახლეობის ფართო მასების და ესე მასიურად ტესტირების და ამიტომ თითქოს რაღაცნაირად გამოსავალი იპოვეს შესაბამისმა სტრუქტურებმა თუ ადამიანებმა, რომ გაეჟღერებინათ ეს მესიჯი, რომ ტესტირება პანაცეა არ არის, სინამდვილეში ნამდვილად გადამწყვეტი იყო მაშინ ტესტირება, იმიტომ რომ რაც მეტ ადამიანს გამოვავლენდით ინფიცირებულს, მით უფრო მეტად შეგვეძლო მათი იზოლაცია და სხვების დაცვა გარშემოყოფების. თქვენ დაიწყეთ ხო ჰოსპიტალიზაციაზე? ჰოსპიტალიზაცია კი, აი მაგალითად თქვენ წიგნს როცა ჩვენ მაყურებელი თქვათ წაიკითხავს, აი ერთ-ერთი პირველი ისტორია, როდესაც მოგვითხრობთ თქვენ ისრაელიდან დაბრუნებულ ოჯახზე, რომელიც ყველას დაუდასტურდა კოვიდი, ბუნებრივია მოხვდნენ კოვიდ ჰოსპიტალში და ძალიან მალე, ასე ვთქვათ, ოჯახის ყველა წევრი გარდა ერთი გოგონასი თქვათ გაწერეს, იმიტომ რომ PCR და უარყოფითი იყვნენ რამდენიმე დღეში, ჩათვალეს რომ უკვე შეეძლოთ მათი გათავისუფლება და გაათავისუფლეს და დარჩა გოგონა, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ანალიზი PCR-ი ჰქონდა დადებითი. არანაირი თქო ჩვენება ამ ბავშვს არ გააჩნდა, თუმცა იღებდა ძალიან ბევრ მედიკამენტს. ასეთი ისტორია და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო ამ ისტორიაში, ძალიან კარგად ნათლად ჩანს ამ გოგოს ფსიქიკური მდგომარეობა და შემდეგ მამამისმა გადაამოწმა ყველა ეს მედიკამენტი, რომელსაც ამ ბავშვს აძლევდნენ და მიიღო ინფორმაცია, რომ აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არ იყო საჭირო ამდენი მედიკამენტის და იმ მედიკამენტების მიღება. აი ეს ამ ნაწილზე მინდა ცოტა ფართოდ გვესაუბროთ და გითხრათ აი ეს ჰოსპიტალიზაციების ნაწილს როგორ უყურებთ თქვენ როგორც ინფექციონისტი, მაშინ როგორი მდგომარეობა იყო, როგორ ამდენად ადეკვატურად უყურებთ. ეხლა ბევრად უფრო მარტივია. შემაშ ახსენე გაანთავისუფლეს საავტოფოდანო შემთხვევაში გაწერა უნდა გვეთქვა, მაგრამ მართლა მასე იყო რაღაც საპატიმროებივით გადაიქცა ჩვენი ჰოსპიტალები მაშინ. ეს შემთხვევა შეიძლება აქ ქვეყანაა შეცვლილი, საიდანაც ეს ოჯახი დაბრუნდა და დეტალები ყოველთვის ვეცადეთ, რომ ცნობადი არ გამხდარიყო. თუმცა ეს ყველა ისტორია არის რეალურ ფაქტებზეა, დიახ და ასეთები იყო. როდესაც ადამიანი საავადმყოფოში წვებოდა ჯერ ერთი სრულიად არასაჭიროდ, გულისხმობ იმას, რომ კოვიდის დიაგნოზი ავტომატურად ნიშნავდა, რომ მას აწვევდნენ საავადმყოფოში. გასაგებია, რომ თავიდან ეხლა სულ ახალი იყო, შოკი იყო და შეცდომები შეიძლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს იმაზე ბევრად უფრო მეტ ხანს გააგრძელდა, ვიდრე თქვათ გამოცდილება დაგვიგროვდა. ანუ გარშემო უკვე სხვა ქვეყნებში გვეუბნებოდნენ და ნათელი იყო უკვე, რომ კოვიდის დიაგნოზი ავტომატურად არ გულისხმობდა იმას, რომ ადამიანი საავადმყოფოში მოხვედრილი იყო, ჩვენ ამას კარგა ხანს ისევ აგრძელებდით. მათ შორის საერთოდ უსიმპტომო ადამიანებიც კი ხვდებოდნენ საავადმყოფოში. და სუბუქ პაციენტები, საშუალო სიმძიმის პაციენტები, უმრავლესობა საერთოდ არ საჭიროებდა საავადმყოფოში ყოფნას და ეს რომ თავიდან ეგონათ, რომ PCR-ი თუ დადებითი იყო, ამ ადამიანის გაწერა არ შეიძლებოდა, არადა მე გავიგეთ, რომ PCR-ი ძალიან დიდხანს შეიძლება ადამიანს დადებითი ქონოდა და ეს არნიშნავს, რომ ის ადამიანი რჩებოდა საავადმყოფოში. და საავადმყოფოში ყოფნის დროს თითქოს რაღაც ესეა, რომ თუ ადამიანი საავადმყოფოშია, რაღაცას უნდა უკეთებდეთ, ხო? და ამიტომ ამ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ ჭირდებოდათ არავითარი წამალი, უკეთებოდათ უამრავი გადასხმა, ჰორმონოთერაპია, ეგრეთ წოდებული სისხლის გამათხელებლები, აღარაფერს ვამბობ, არასაჭირო დიაგნოსტიკა და უამრავი თანხების ხარჯვა. კი, მაგათაც მე მახსოვს ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, რომელსაც აი კოვიდის დაუდასტურდა კოვიდი და ეს საწყის პერიოდში 4-ჯერ გაიგეთა ტომოგრაფია
უამრავი ასეთი ადამიანი იყო ვიცით ამისი შემდეგ პროტოკოლი ითვალისწინებდა ამას თავიდან, მათ შორის ბავშვებში ყოველ მესამე, ყოველ მეოთხე დღეს ტომოგრაფიას უკეთებდნენ და აბსოლუტურად დაუშვებელია ჩვენ ვიცით რა შორეული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ტომოგრაფიამ. აქაც აი რაღაცნაირი თითქოს რიგიდული მიდგომა იყო და ვიღაცებს არ უნდათ გაეგოთ სხვა ქვეყნებიდან რეკომენდაციები, რომ ასე აღარ არის საჭირო. და ცოტა ისეთი საწინააღმდეგო აზრი თუ გაჟღერდებოდა, ეგრევე რაღაცნაირი ქვეყნის მოღალატის სტატუსი ენიჭებოდა ამ ხალხს და იყო ეს რაღაცნაირი ჩაკეტილი წრე, ვინც მართავდა ამ პანდემიას და მაინც და მაინც დიდად არ უნდათ განსხვავებული. აი ბოდი შეგაწყვეტინოთ, აი მაგაზე მინდა რაღაცა დავამატო, ხე ვერ ვიტყვით რომ არ იყო მაშინ ალტერნატიული ინფორმაცია, ხო? მუდმივად აი მაგ პერიოდში შეიქმნა ქართულ ექიმთა ასოციაცია. აქ იყვნენ როგორც საერთაშორისო ასოციაცია, აქ იყო როგორც საქართველოში მოქმედი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, ასევე საზღვარგარეთ მომუშავე ექიმები, რომლებიც აი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ და შეიმუშავებდნენ რაღაც რეკომენდაციებს ჩვენი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებული ყურადღებით ჩვენ საზოგადოებაზე, მუდმივად სხვადასხვა წყარო საშუალებით ვრცელდებოდა მათ მიერ შემოშავებული რეკომენდაციები, რომლებიც თავის მხრივ ეყრდნობოდა იმ ქვეყნებში არსებულ რეალობას, რომელ ქვეყნებში ის ადამიანები მუშაობდნენ, გულისხმობ საზღვარგარეთ მომუშავე ექიმებს, თუმცა რაღაცნაირად თითქოს მიზანმიმართულად ხდებოდა მათი თქვათ მიჭკვალო ამ ყველა ინფორმაციის. მე მახსოვს რომ მაშინდელი მინისტრიც იყო ამ თქვათ პრესკონფერენციაზე ახსენა რომ ესე თქვათ არ იყო საჭირო არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა მათი ჩართულობა და კარგად მართავდით ჩვენ ყველაფერს. ქართულ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია მე და გიაც ვიყავით და ვართ ამ ასოციაციის წევრები. აქ სხვათა შორის მაგ ასოციაციის ლოგო სიუჩი მეც ლოგოს და ბრენდინგის შემუშავებაში მეც ვიყავი ჩართული. კარგი. ქართველები, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ, ქართველი ექიმები, აი აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ყველას მადლობა მინდა უთხრა, იმიტომ რომ უამრავი დრო და ენერგია დახარჯეს იმისთვის, რომ ქართულ პაციენტებს სრულიად უანგაროდ დახმარებოდნენ დისტანციურად. და რაც შეეხება აი ამ ფაქტს, კი ერთ-ერთ შეხვედრაზე მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ასე არ შეიძლება გაგრძელება, იმიტომ რომ ისინი ფაქტიურად არალიცენზირებულ საქმიანობას ეწეოდნენ და რაღაც თქოს მუქარასავით გაჟღერდა, წარმოუდგენელი იყო ეს ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს ხალხი კიდევ მეორე ფასდაუდებელ ამაკს წევდა ქართულ ხალხზე და ძალიან ბევრი ადამიანს ახსოვს მათი დახმარება. ყველა ჩვენგანი ვისაც რა შეგვეძლო, მაშინ ვიცით რომ მუდმივად ვიყავით ხაზზე ონლაინ ტელეფონზე და მაქსიმალურად და ისინიც უცხოეთიდან დისტანციურად ეხმარებოდნენ. მაგრამ იყო კიდევ მეორე, აი რაღაცნაირი რიგიდული მიდგომა და ჩაკეტილი თითქოს რომ არ უნდათ აი ამის გათვალისწინება. ერთი-ორჯერ თითქოს ჩართეს ისინიც დისტანციურად რაღაც შეხვედრებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რეალურად არანაირი საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებაზე საკმაოდ ისეთი წინააღმდეგობა იყო. პირადად შემაგალითს ვიტყვი, მე მაგალითად რამდენჯერ მოვითხოვე, იყო ესეთი კლინიკური ჯგუფი, რომელიც მართავდა კლინიკურად პანდემიას, კლინიკურ ნაწილს მოვითხოვე, რომ თქვათ მაგალითად მე გავხდარიყავი წევრი და თუ რამე შემეძლო, თქვათ წვლილი შემეტანა, მაგრამ რა თქმა უნდა ასე არ მოხდა და არც ანუ უარი მიიღეთ ჯგუფში ჩართვაში. ოშინში ნუ ხო არ ჩანთეს და ასე იყო ეს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმებიც, რომლებიც და კიდევ მეორე, აი ეს შეცდომები რაც ხდებოდა, ისევ გავიმეორებ მაინც, იმიტომ თითქოს ახლა ამაზე კი არ ლაპარაკობთ, რომ გავარჩიოთ ვინ რა შეცდომა დაუშვა, ეს არ არის გადამწყვეტი. ჩვენ სამწუხაროდ გველის წინ კიდევ მსგავსი სიტუაციები, პანდემიები იქნება, პანდემიები თუ არა, ეპიდემიები იქნება, ამიტომ შეცდომებზე ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანია. H1N1-ის შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრს ლაპარაკობდით პანდემიის, მაშინდელი პანდემიის დროს, რა იყო სწორი, რა იყო არასწორი, სტუდენტებთან გამახილავდით ამ кейსებს. COVID-თან ასოცირებული ეს სიტუაციაც მუდმივად განხილვის თემა უნდა იყოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვისწავლოთ ჩვენ შეცდომებზე, ყველა მეც პირველ რიგში და ყველამ ჩვენ მართვას ვისწავლოთ უკეთესად და შემდეგ პანდემიას უფრო მომზადებულები შევხვდეთ და არა ის რომ ერთმანეთს ჯიში ჩაუდგეთ და გაურჩიოთ ვინ რა შეცდომა დაუშვა. მეც უშვებდი ყოველდღე შეცდომებს, ის კი არა უკარო ხანდახან მინახავს ჩემი პოსტები ან გადაცემები და ზოგჯერ მომჩვენებია რომ სისულელე მithქვამს იმ დროისთვის, მაგრამ
მიმღებელი უნდა ვიყოთ ჩვენ შეცდომებზე, ამისთვის ვითარდებით, მით უმეტეს პანდემიის დროს იმდენად სწრაფად იცვლება ინფორმაცია, რომ ამას ფეხ უნდა აყვე. მართლა დღისით პაციენტები იყო, ღამე ვცდილობდი, რომ არც ერთი სტატია არ გამეშვა ხელიდან, თუ კი რამე ახალი შემოდიოდა, იმიტომ რომ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ხდებოდა და ბევრი ეჭვები გქონდა ყველას ბევრ საკითხთან დაკავშირებით. შეცდომებზე რომ გავაგრძელოთ, ჰოსპიტალიზაცია ისევ და ისევ ბევრჯერ გავიმეორებ. ეს გარკვეულწილად პაციენტების მხრიდან ზეწოლასაც ვერ უძლებდნენ ექიმები, იმიტომ რომ ადამიანები მოითხოვდნენ საავადმყოფოში დაწოლას, მაგრამ ჩვენი მოვალეობა ჯანდაცვის მუშაკების ისაა, რომ მათ დავარწმუნოთ და გავაგებინოთ, როდის ჭირდება ადამიანს საავადმყოფოში დაწოლა და არა ისო ყველა დავაწვინოთ და მე სრულიად არასაჭირო მკურნალობები ვუტაროთ და ამაზე ხო ვეღარ გავჩერდები, ამას კიდე რა ძიმე შედეგები შეიძლება მოქონდეს ამ სრულიად არასაჭირო წამლებს. ხო. და ვაქცინებზე გადავდიოდი ახლა ვაქცინებზე. ალბათ თვითონ უშუალოდ ვაქცინების შესახებ გიამი ლაპარაკოს როგორც იმუნოლოგმა ჯობია, მე მინდა უბრალოდ თვითონ ვაქცინაციის პროცესის დროს რა შეცდომები დავუშვით, ამით დავიწყო. კითხვა სიტყვით დარწმუნებული ვარ. დიახ. რომელიც მე შევავსე არაერთხელ და პირველი განცხადება, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც შემოვა Pfizer-ის ვაქცინა, აი ამან ძალიან ბევრად შეგუშალა ხელი, იმიტომ რომ მე ვერ მოხერხდა ეს. შემოვიდა ჩინური ვაქცინა, თქოს გაჩნდა მოსახლეობაში მოლოდინი და განწყობა, რომ ჩვენთან უნდა შემოსულიყო Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც არის კარგი და ესე იგი რახან ჩვენ ამას გვპირდებოდნენ, ეს შემოგვიგდეს რაღაც ჩინური, რომელიც არის ცუდი. და უამრავ ადამიანო თქვა უარი. ამ დროს იმ ჩინურმა ვაქცინამაც თავის საქმე გააკეთა და სულაც არ იყო მაშინ სწორი. თქვენ რომელი ვაქცინით აიცეთ? ჩინური თავიცერი ზუსტად თანაც დემონსტრატიულად მინდოდა. თქვენს ბატონ გიორგი? და მეორე ის შეცდომა ის იყო, რომ შეიმუშავეს ეს რაღაცნაირი უცნაური კითხვარი, სადაც ვაქცინაზე მისულ ადამიანს ეკითხებოდნენ, გაქვს თუ არა ეს რაღაც დაავადება, გაქვს თუ არა ალერგია და ასე შემდეგ. უამრავ შეკითხვას. თითქოს მოლოდინი ჩდება, რომ ამ ხელა ინფორმაციას რისთვის აგროვებ, ესე იგი თუ ესენი მაქვს, არ უნდა ავიცრა. პაციენტს კი არა, თვითონ ვაქცინაციის კაბინეტის ჯანდაცვის მუშაკებს ჰქონდათ ეგ განწყობა, რომ აი ამდენ რაღაცაზე რო უპასუხა ადამიანმა, ესე იგი მისთვისაც რა შეიძლება და ჩემი უამრავი უმძიმესი პაციენტი, რომელსაც უშვებდი აცრაზე, უკან მიბრუნდებოდა, იმიტომ რომ ის არ აცრეს, იმიტომ რომ მაგალითად აქვს ციროზი, მაგალითად მუცლისღუში აქვს სითხე, აქვს რომელიღაცა მძიმე ნევროლოგიური დაავადება და ასე შემდეგ. პირიქით უნდა ყოფილიყო. რაც უფრო მძიმე იყო ადამიანი, რაც უფრო მძიმე დაავადებები ჰქონდა, მით უფრო მეტად უნდა აცრილიყო ის, იმიტომ რომ ზუსტად ეგ ხალხი დავკარგეთ ჩვენ. უამრავი ჩემი გამოჯანმრთელებული პაციენტი დავკარგეთ, ვინც მაგალითად ელიმინაციის პროგრამით გამოვაძვრინეთ C-ჰეპატიტისთან. რეალურად ჩაგეჭრებით ქავტომია, მოხდა რა, რომ აი ეს კონტინგენტი საზოგადოების, ვისაც უფრო მეტად თქვათ უფრო უადვილდებოდა იგივე სამეცნიერო ნაშრომების თუ რაღაცა ინფორმაციის გადამოწმება და მიღება მათ შორის ინგლისურ ენაზე. სწორედ ის ადამიანები მივიდნენ პირველად ამ სწორ გადაწყვეტილებამ და ისინი ჩაერთვნენ პირველ რიგში ამ ვაქცინაციის პროგრამში და დაგვრჩა, ესე ვთქვათ, ვაქცინაციის გარეშე ისინი, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ზუსტად პირველი ტალღა ვაქცინაციის გადავიდა ზუსტად ახალგაზრდებზე. ანუ ის პროცენტი, რაც ჩვენ თავიდან გვიხაროდა, რომ მაინც ჯერთი ძალიან დაბალი იყო, მაგრამ მოცვის პროცენტი, რომ აი ამდენი ავცერით მოსახლეობის ძირითადად მოდიოდა ახალგაზრდა ხალხზე, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ჭირდებოდა აცრა და იმათ ავცრიდი თუ არა დიდად არაფერი არ იცვლებოდა. და კიდევ აქვე მინდა მაგასთან დაკავშირებული შეცდომა, ამაზეც არაერთხელ მეც ვთქვი, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ხალხს დაუპირდით, რომ ვაქცინა იცავს კორონავირუსისგან და რომ ვეუბნებოდით, რომ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა და გარშემოყოფებისთვის დაცვაც. არასწორი მესიჯი. რომ ეს ვაქცინა საერთოდ არ იცავდა ინფიცირებისგან. შეიძლება ამცირებს, რა თქმა უნდა, ამაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ მესიჯი უნდა ყოფილიყო მთავარი ის, რომ ვაქცინა იცავდა დაავადების გართულებისგან და სიკვდილისგან. და ეს ამბიცია ამ ვაქცინას ძალიან მნიშვნელოვანი ჰქონდა. როგორც გრიპის ვაქცინაა ზუსტად. ამიტომ სწორი მესიჯი უნდა მიაწოდო, რისი მოლოდინი აქვს. მე ადამიანები ინფიცირდებოდნენ ისევ კოვიდის ვაქცინით. აი, მაინც დავინფიცირე რა აზრია, ხო. მინდა მეც დავამატო შეცდომებთან დაკავშირებით, აი, ქალბატონმა აი ამას თქვა და მეც მინდა ვთქვა, რომ კრიტიკა არ არის მხოლოდ კრიტიკისთვის. აი, როგორც ბატონმა გიორგიმ თქვა, ჩვენ ახალ მომავალში საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ სხვა პანდემიური, ეს თქო, სიტუაცია შეგვექმნას და ამიტომ ყველა ის შეცდომა, რაც დაუშვით, უნდა იქცეს რაღაცნაირად
რეკომენდაცია და უნდა უნდა ვიყოთ მზად. ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით კიდევ ერთი დიდი შეცდომა იყო ის, რომ მძიმე პაციენტები, ვისაც მაგალითად არ შეეძლო ტრანსპორტირება ვაქცინაციის ცენტრებამდე და იქაც ახლა ბევრი ორგანიზაციული პრობლემა იყო გასაგებია ახლა. საკმაოდ გვიან მოხდა მათ ბინაზე მიკითხებით ვაქცინაცია და ლოგინად ჩავარდნილი და მძიმე პაციენტები, რომლებიც ძნელად გადაადგილდებოდნენ, ესენიც იყო მთავარი რისკის ჯგუფი, რომელსაც ამ ვირუსმა დაარტყა და ეს ხალხი ბევრი დაუკარგეთ. ამიტომ თავიდანვე ძალიან სწრაფად უნდა შექმნილიყო მობილური ჯგუფები და ასეთ ხალხთან მომხდარიყო ბინაზე მისვლა. კიდევ ერთი რეგისტრაცია ონლაინ. ეს იყო კოშმარი. იმ საიტზე ადამიანები ისხდნენ საათობით. აბსოლუტურად არ იყო საჭირო ეს ონლაინ რეგისტრაცია. ბევრად უფრო მარტივად შეიძლებოდა ეს რეგისტრაციის პროცესი დამოგვარებულიყო და ისევ რეგისტრაციას უძლებდნენ თინეიჯერები, ახალგაზრდები, ვისაც შეუძლია ესეთი ტექნიკური შესაძლებლობები, ვისაც აქვს. და ხანდაზმულები, მძიმე ავადმყოფები, ვისაც კიდევ მეორე გადამწყვეტად ჭირდებოდა ეს ვაქცინა, ამ რაღაცა საშინელი რეგისტრაციის პროცესს ვერ ახერხებდნენ. მე მახსოვს ერთხელ მთელი ღამე ვიჯექი და დედაჩემის მეგობარი სამი ხანდაზმული ადამიანი დავარეგისტრირე, დილას დიდგორის ომში გამარჯვებული მეგონა ჩემი თავი, იმიტომ რომ ეს ხალხი დავაბინავე და ვიცოდი რომ მათ სასიცოცხლო ჭირდებოდათ აცრა, მაგრამ ყველას არ ქონდა ეს საშუალება, რომ ვიღაცას დაერეგისტრირებინა ისინი. ძირითადად ესენი, თუმცა კიდევ ბევრი რაღაცა შეიძლება ითქვას და მართლა ეს მხოლოდ თემაა, რომ უსასრულოდ უნდა ვილაპარაკო და მინდა ყველას ჩემს კოლეგებს უთხრა, რომ ეხლა კი ზოგადად ქვეყანაში ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ამისთვის აღარ გვცალია და ბევრი სხვა რამე გვაქვს ალაპარაკო, მაგრამ მაინც ეს არ არის უნიშნულო თემა და კოვიდის გაკვეთილებზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ხშირად, იმიტომ რომ ეს არის რაზეც ჩვენ ვსწავლობთ. და რა თქმა უნდა, როცა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ ის ტრაგიკული შემთხვევა, რაც არავის არ იყო დამოკიდებული და მართლა დაგვემართა ძალიან ცუდი ამბავი, ეს იყო ახალციხეში მედბის გარდაცვალება და ეს იყო ერთ-ერთი პირველი სიკვდილის შემთხვევა ვაქცინას განსაზღვრებული მთელ მსოფლიოში და ეს მოხდა საქართველოში, რამაც ისედაც დიდი სკეპტიციზმი კოვიდის ვაქცინების მიმართ კიდევ უფრო გააღრმავა. ასეთი შემთხვევები ხდება, სამწუხაროდ ამას ვერავინ ვერ გაითვალისწინებს წინასწარ, მაგრამ ყოველთვის კიდევ ვიმეორებ, გულწრფელი შეფასებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქაც იგივე მოხდა. დიდი ხნის განმავლობაში ვერ გავიგეთ რა მოხდა. იყო მithქმა-მოთქმა, სხვადასხვა ტიპის მსჯელობები, ეს ყოველთვის სკეპტიციზმს აღრმავებს და ეს მოხდა ამ შემთხვევაში. ძალიან სწრაფად და ძალიან მალე უნდა ოფიციალური შეფასება მიცემოდა ამ ფაქტზე, უნდა ყველას ცოდნოდა რა მოხდა სინამდვილეში, რომ ეს თემა არ გადაქცეულიყო რაღაცა ესეთ მისტიურ, უცნაურ და მithქმა-მოთქმის საგნად. კარგი, რო გავაგრძელოთ ვაქცინაციაზე ლაპარაკი, ვაქცინაცია ზოგადად ჩემთვის როგორც ეპიდემიოლოგისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, იმიტომ რომ მე მჯერა რომ კაცობრიობის ისტორიაში თუ არა ყველაზე, მინიმუმ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არის ის, რომ კაცობრიობამ შეეძლო და შექმნა ვაქცინა, რომლის წყალობითაც ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. სხვადასხვა ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მაქვს ლაპარაკი და ბატონ გიორგი, რაც არსებობს ვაქცინა, რაც შეიქმნა, მას შემდეგ არსებობს მის რატომღაც, ვთქვათ, მის საწინააღმდეგოდ მომუშავე გუნდი, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ სკეპტიკური განწყობები გაავრცელოს საზოგადოებაში. აი ამ ფაქტმა, რომელიც ქალბატონმა მაიამ ახლა ახსენა, ვაქცინაციის პროცესიც ნამდვილად ცუდად იმოქმედა და ასევე ძალიან ბევრი ერთ-ერთი ფაქტორი, მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ მთელი რიგი ფაზები უნდა გაიაროს, არა მხოლოდ ვაქცინამ, არამედ ნებისმიერმა მედიკამენტმა, მანამ სანამ ის ადამიანებისთვის გამოყენებამდე, იმ კონდიციამდე მივა. არაფრით განსხვავებული არ იყო კოვიდ ვაქცინაც, მაგრამ რაღაცნაირად მოხერხდა ისე, რომ რეკორდულად სწრაფად შეიქმნა ეს ვაქცინა და რეკორდულად მოკლე დროში იგი ხელმისაწვდომი გახდა ადამიანებისთვის. რამაც ჩემი ღრმა რწმენით განაპირობა სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ დასრულდა კოვიდ პანდემია და გადარჩა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე, თუმცა ამ ფაქტორმაც, რომ ეს სწრაფად შეიქმნა, ჩემი რწმენით ძალიან ეფექტური ვაქცინა, სწორედ სკეპტიციზმი გააღვივა იმ ადამიანებში, ვისაც მუდმივად, ესე ვთქვათ, ანთებული არიან, რომ რაღაცა, ესე ვთქვათ,
საწინააღმდეგო თქვა მაგრამ იმ პროცესს შეუშალო ხელი. ზოგადად ეგ ძალიან სერიოზული ფაქტორი იყო ჩვეულებრივ პროვაქსერებისთვისაც, ანუ იმიტომ რომ ჩვეულებრივ ისეთი ადამიანებისთვისაც კი, ვისთვისაც ვაქცინები ზოგადად ძალიან მისაღებია, ან ვაქცინები ძალიან სწრაფად შეჭრება. როგორც შეკითხვა საკმაოდ ლოგიკურ აჯგებს, ხო, რომ რა თუ სხვა ნებისმიერ, კი. თუ ყველა სხვა ვაქცინამ უნდა გადაიცვას ეს და გაიაროს ყველა ეს ფაზა, მაგალითად პროვაქსერმა შეიძლება დასვა და ძალიან დარწმუნებულად ბევრმა დასვა. შეკითხვა რატო უნდა ავიცრა თუ ეს ყველა, თქვათ, ფაზა არ იყო დაცული. აი რას გვეტყვით თქვენ ამის შესახებ, აი როგორ დიახ, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ვაქცინა ზოგიერთ შემთხვევაში არის ძალიან ეფექტური იგივე ინფიცირებისგან, როგორც მაი ამბობდა, ინფექცირებისგან დაცვის თვალსაზრისით, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება ნაწილობრივ იცავდეს ინფიცირებისგან, ანუ დასნებოვნებისგან, მაგრამ იცავდეს ადამიანს მძიმე მიმდინარეობისგან. აქ ხშირად ზუსტად ანტივაქსერები ეს არგუმენტია, რომ აი როგორ დადებ თავს, რომ თუ დაემართა მაინც ადამიანს ის მსუბუქად წავა ეს ინფექცია. ეს ძალიან ისეთი ელემენტარული იმუნოლოგიის ცოდნა, რომ როდესაც არის უკვე წინასწარ მომზადებული ორგანიზმი ამა თუ იმ ინფექციის მიმართ, ანუ მას აქვს ინფორმაცია ამ გამომწვევის მიმართ და ეს ზუსტად ეს ინფორმაცია, ეს მეხსიერება მუშავდება ზუსტად ვაქცინის საშუალებით, ის ძალიან სწრაფად რეაგირებს ინფექციის წინააღმდეგ, ეგრეთ წოდებული დამცავი ანტისხეულებით. ანტისხეულები უკვე ძალიან ბევრმა იცის ამ პანდემიის განმავლობაში, აი მათი გამომუშავება ვაქცინირებულ ადამიანში გაცილებით სწრაფად და უფრო დიდი რაოდენობით ხდება, ვიდრე იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს აი ესეთი წინასწარ ვაქცინის გზით მიწოდებული ინფორმაცია. შესაბამისად, თვითონ გამომწვევი ეს მიკროორგანიზმი ვერ მრავლდება ეფექტურად, ვერ აღწევს დამაზიანებელ რაოდენობას და შესაბამისად ორგანიზმი ამ გამომწვევისგან გაცილებით უფრო ნაკლებად ზიანდება, ამიტომაც არის რომ შეიძლება დაემართოს ადამიანს, მაგრამ მასში ეს ინფექცია გაცილებით ნაკლებ ზიანს და ნაკლებად მძიმედ მიმდინარეობს ეს ინფექცია. ამან გადაარჩინა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე. და ეს იყო ვაქცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება. რაც შეეხება თვითონ პანდემიის დასასრულს, მხოლოდ ვაქცინაციით არ მომხდარა ეს, რასაკვირველია თვითონ ვირუსიც დაგვეხმარა, ანუ ის ვირუსი, რომელიც ბოლოს შემოიჭრა ადამიანებში, მთელ სოფლიოში ომიკრონი ხასიათდებოდა ძალიან მსუბუქი მიმდინარეობით, მან ჩაანაცვლა მძიმე ვირუსები და ფაქტიურად პანდემიის დასასრულს ამას უნდა ვუმადლოდეთ ზუსტად, ვაქცინაციასთან ერთად თვითონ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ალბათ ჰქონდა დამთავრების თვალსაზრისით პანდემიის თვითონ ვირუსის ცვალებადობას. ეხლა რაც შეეხება სწრაფად რამდენად მოხდა ვაქცინების შემუშავება, მოგეხსენებათ ანუ პროგრესი არის მეცნიერებაში და შესაბამისად თვითონ ეს ტემპები შემუშავების და ამ ფაზების ჩატარების გაცილებით უფრო ეფექტურად შეიძლება განხორციელდეს, ოღონდ განსაკუთრებულ პირობებში, როდესაც ასეთი წნეხი არ არის ადამიანთა საზოგადოებაზე, ის მიდის თავისი გეგმიური გზით და შეიძლება რამდენიმე წელი გქონდეს ჩვენ იმისთვის, რომ ბოლომდე დავრწმუნდეთ ძალიან ბევრ სხვადასხვა ნიუანსში ვაქცინის ეფექტურობის და კიდევ უფრო მეტად მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით. მაგრამ აქ ნამდვილად იყო ძალიან დიდი საფრთხე და ყოველთვის უნდა ავწონოთ, რამდენად არის საფრთხე უფრო მეტი ვიდრე ვთქვათ ის ნიუანსები, რომელიც უნდა იყოს ხანგრძლივი გამოცდის დროს გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ დროს მიმდინარეობდა ძალიან დიდი კონკურენცია ძალიან ბევრ კომპანიას შორის. ეხლა ჩვენ ვიცნობთ მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელ ვაქცინებს, მაგრამ რეალურად ეს იყო გაცილებით უფრო მეტი ვარიანტი, რომელთა გამოცდაც მიმდინარეობდა. ბევრი მათგანი, ასე ვთქვათ, პირველივე ეტაპზე მოხდა მათი, ასე ვთქვათ, ჩამოშორება შემდგომ ეტაპებზე გადასვლის თვალსაზრისით და შეირჩა ყველაზე ისეთი ვაქცინები, რომელზეც ეფექტურობაც მაღალი იყო და ძალიან მაღალი ალბათობით
იქნებოდა ძალიან დაბალი გვერდითი მოვლენები და საშიშროება მომავლისთვისაც. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც თქვათ იყო ეს სკეპტიციზმი, არის რომ მაინც ახალი ტექნოლოგიები იყო გამოყენებული, ორი ტიპის ტექნოლოგია, ეს არის RNA ვაქცინების შემუშავება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპის პრეპარატებზე მიდიოდა დიდი ხანია უკვე აწლეულობით მიდის ასე ვთქვათ კვლევები და შესაბამისად ამ ტექნოლოგიის გამოყენება რასაკვირველია პირველად მოხდა ასეთი მასშტაბით, თუმცა მისი ძალიან ბევრი ასე ვთქვათ დადებითი უარყოფითი მხარეები უკვე იყო ცნობილი სამეცნიერო საზოგადოებისთვის. მეორე იყო DNA ვაქცინები, რომლებიც შედარებით უფრო ნაკლები მასშტაბით უკვე იყო ადამიანებში გამოყენებული, მაგალითად ებოლას ვაქცინა შეიძლება ვახსენოთ, რომელიც ზუსტად ამ ტექნოლოგიით იყო შემუშავებული. ზუსტად ამაზე იყო სკეპტიციზმი იმ ადამიანებს შორის, ვისაც ზოგადად ახალი ტექნოლოგიების მიმართ აქვს გარკვეული უნდობლობა. თუმცა ამის პარალელურად ჰქონდა ისეთი ეგრეთ წოდებული კლასიკური ვაქცინები, მათ შორის ჩვენთან მაგალითად ჩინეთიდან შემოვიდა, რომელიც დამზადებული იყო ძველი ტექნოლოგიებით, შესაბამისად ასარჩევად საბედნიეროდ იყო, ვისაც თქვათ ახალი ტექნოლოგიების მიმართ ჰქონდა ასე თქვათ აგრესია, ამ შემთხვევაში მათ შეეძლოთ ძალიან ისეთი სტანდარტული კლასიკური ვაქცინით აცრილიყვნენ და დღეისათვის უკვე გვაქვს ძალიან დიდი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც ესეთი გვერდითი მოვლენების თვალსაზრისით მინიმალურია ამ ვაქცინების ზიანი ადამიანის ორგანიზმისთვის. უნდა აღინიშნოს აგრეთვე ზოგიერთი ვაქცინა, რომელიც გაჟღერდა თავიდან და შემდეგ უბრალოდ თვითონ ამ კონკურენციის გამო ვეღარ მოაღწია, თქვათ დროულად იყო ეგრეთ წოდებული გაწმენდილი ცილის შემცველი spike პროტეინის შემცველი ვაქცინები, რომლებსაც უწინასწარმეტყველებდნენ, რომ ყველაზე უსაფრთხო და თანაც კლასიკური მეთოდოლოგიით იყო შემუშავებული, უბრალოდ ვერ მოასწრო. ეხლა წამოგვეწია, მაგიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო იმ ვაქცინებისთვის, რომლებმაც გაიმარჯვეს ამ კონკურენციაში, მათი ეფექტურობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ძალიან ბევრ ათეულობით კომპანია მუშაობდა ამაზე, ეს ისე არ არის, რომ ზოგიერთი კომპანია უცებ შემოიჭრა ამ ბაზარზე და მათ თავიდანვე დაიკავეს ეს ადგილი. ეს მიდიოდა ძალიან დიდი კონკურენციის ქვეშ და უნდა აღინიშნოს ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანზე მოხდა კლინიკური გამოცდების ჩატარება. და ეს იმიტომ იყო შესაძლებელი, ერთი მინდა დავამატო, ვაქცინების გამოცდას იმიტომ ჭირდება ერთ-ერთი ფაქტორი დიდი ხანი, რომ რთულია ხოლმე მოხალისეების მოძებნა. ხანდახან წლები ჭირდება, რომ ადამიანები მოძებნონ მის თანახმა. COVID პანდემიის დროს ასეთი ადამიანები უამრავი იყო, იმიტომ რომ ისეთი შიში იყო, რომ დიდი ენთუზიაზმით ერთვებოდა ხალხი, ამიტომ ფაქტიურად უმოკლეს ხანებში ხდებოდა მოგროვება მოხალისეებისაც. ხო. რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს უკვე ზუსტად ამ ვაქცინამ, ერთ-ერთი ვაქცინა RNA ვაქცინა ჩვენთან Pfizer-ის წარმოებული შემოვიდა შემდგომში, უკვე დღეს მაგალითად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად, დაკვლევები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს, მაგალითად სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების მასიურად თქვათ შემუშავების კუთხით, ექსპერიმენტული პრეპარატები აქამდეც იყო, ვაქცინამდეც იყო უბრალოდ ახლა უკვე ისეთი ფორმით, რომელიც გამოყენებული იქნება კლინიკურ პრაქტიკაში. და ბევრი ისეთი დაავადების სამკურნალოდ, რომელიც დღეს ითვლება განუკურნებელ დაავადებებად და რთულ პათოლოგიებად, რომლებთანაც ჯერჯერობით არ გვაქვს ესეთი რადიკალური მკურნალობის მეთოდები. შესაბამისად, ამ პანდემიამ დააჩქარა კიდევაც გარკვეული სამეცნიერო პროგრესი და ეს შეიძლება ვთქვათ რაღაცა დადებით მხარეთაც ჩაითვალოს, ვთქვათ ის სამეცნიერო მობილიზება, რომელიც განხორციელდა პანდემიის დროს. რასაკვირველია, ყოველთვის დარჩებიან ანტივაქსერული მოძრაობის გარკვეული ჯგუფები, რომელთა მოსაზრებები უმრავლეს შემთხვევაში დამაზიანებელია, თუმცა
ბევრ შემთხვევაში იყო ისეთი მოსაზრებებიც, რომელთა გათვალისწინებაც, თქვათ, ღირდა, მაგალითად, ერთ-ერთი ძალიან ისეთი კონკრეტული საკითხი იყო, რამდენად საჭირო იყო ბავშვების ვაქცინაცია, ახალგაზრდების ვაქცინაცია. აქ ჯერჯერობით კვლავ მიდის დებატები, რამდენად ეს იყო გამართლებული. თუმცა ცალსახაა, რომ ისეთ კონტინგენტში, რომელიც არის მაღალი ასაკის ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და ზოგადი პოპულაცია არა ვთქვა ძალიან ახალგაზრდა ასაკზე არ არის საუბარი, ცალსახად დამტკიცდა და უკვე წლები გავიდა მას შემდეგ და გვაქვს ძალიან ბევრი დადასტურება იმისა, რომ ამ ვაქცინებმა გადაარჩინეს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე და ხელი შეუწყო ვაქცინაციამ პანდემიის დასრულებას თვითონ ვთქვათ აი ეს ვირუსის ევოლუციასთან პარალელურად. უამრავი თანხები დაიხარჯა. ფულის მოძიება, გრანტების მოძიება კიდევ ერთი დიდი ნაწილია ხოლმე, რატომაც ჭირდება დიდი ხანი გამოცდას. სახელმწიფოებმა, განვითარებულმა ქვეყნებმა უამრავი თანხების მობილიზება გააკეთეს COVID ვაქცინის გამოცდისთვის და თან უპრეცედენტო იყო შემთხვევა ის, რომ კლინიკური გამოცდების პარალელურად უკვე იწყებოდა საწარმოები. ამასაც დრო ჭირდება ხოლმე წლები, რომ სამეცნიერო კვლევები რომ დამთავრდება, მერე გაიმართოს წარმოება. მაგრამ ამ რისკზეც მიდიოდნენ კომპანიები და კიდევ მეორე სახელმწიფოები აფინანსებდნენ ამას, რომ იწყებოდა პარალელურად წარმოება, რომ როგორც კი დამთავრდებოდა ეს შესაბამისი ფაზები, უკვე ბაზარზე ეშვებოდა. ამ ხალხ ხარდაჭერა პრაქტიკულად არ ქონია, სხვა არც პროცედურა. ერთი შეიძლება ცოტათი ადარებენ ხოლმე შიცის ვაქცინას, მაგრამ შეიძლება COVID-მა და კიდევ ერთი თუ კი ვინმე ესეთი ცნობილი ჩვენ სფეროში, იმუნოლოგიაში, ვირუსოლოგიაში, ეპიდემიოლოგიაში, ინფექციურ დაავადებებში ფაქტობრივად ყველა გადართული იყო COVID-ზე. გონებრივი რესურსიც, სრული მობილიზაცია იყო, ამასაც ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ უამრავი მეცნიერი, რომლებიც სხვადასხვა თემებზე მუშაობდნენ, მობილიზდა COVID-ის ირგვლივ. აი ეს თემები რაც ჩამოვთვალე, ხო, აშკარად და მეთანხმება ყველა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეს 10-15 წლიანი გამოცდის პერიოდი მკვეთრად შეამცირა, შეჯმუხნა ამ საყოველთაო მობილიზაციას. თუმცა ბუნებრივია ყოველთვის ამ რესურსის გამოყოფა ფიზიკურად ვერ მოხერხდება სხვა შემთხვევებში და ეს ხო გამონაკლისი შემთხვევა. ნუ ვისურვებით, რომ სხვა შემთხვევაშიც იყოს ამდენი შესაძლებლობა, მაგრამ არ არის ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი სიკეთე მოაქვს ვაქცინების არსებობას, სამწუხაროა, რომ ეს სკეპტიციზმი, რომელიც არსებობდა მუდმივად და ალბათ იარსებებს, არა მხოლოდ ზოგად პოპულაციაში, არამედ საზოგადოებაში, არამედ ექიმებშიც არის. აი ამ წიგნში, რომელიც არაერთხელ ვახსენე ამ პოდკასტის ფარგლებში, ერთი ისტორია, თუ არ ვცდები, მარიკა ქვია იმ გოგონას, რომელიც COVID-ის დროს მაიკო, ხო? რომელიც გარდაიცვალა სწორედ ვაქცინაციაზე უარის თქმით, რომლის რეკომენდაციას მას ჰქონდა ექიმისგან. თუმცა ის H1N1 კი ამ წიგნში ეს წიგნი არ ეძღვნება COVID-ს, ეს ეძღვნება პანდემიებს და აქ არის ისტორიები, ყველა არის რეალური და არის სხვადასხვა ინფექციაზე და იქ ეს გოგონა გარდაიცვალა. ამ ოჯახის მოკლე ისტორია არის ის, რომ წლების განმავლობაში ელოდებოდნენ შვილს და მთელი ბებიები და მთელი თაობები იყო ჩართული ამ პროცესში და ძალიან ისტორიული ფაქტი უნდა მომხდარიყო ამ ოჯახის ისტორიაში და ეს გოგონა გარდაიცვალა გრიპის ვირუსზე, ასე ვთქვათ, ვაქცინაციის უარის თქმის გამო, რომელიც თავის მხრივ გამოწვეული იყო ექიმის რეკომენდაციით. ექიმმა უთხრა, რომ არ გირჩევს, ზუსტად მას უსწრები, არ გირჩევ ორსულებში არ მიდის კარგად ვაქცინაციის პროცესი და კი. გრიპზე ვაქცინაციაზე უარს ეუბნებიან ხშირად და თქვენ როგორც ინფექციონისტისგან არაერთხელ თქვენ პოსტებისგან ხსმენია, რომ პირველი დავიწყოთ ქრონიკულად მოავადი ადამიანებით, ორსულებით, ოდესაც ეს პერიოდი მოდის, ოქტომბერი-ნოემბრის პერიოდი, თუმცა რატომაც დღესაც რჩებიან და თუ ვინმე არის ესეთი, რომ გრიპის ვაქცინაზე ექიმთან კონსულტაციის გამო მათ შორის იძახის უარს გთხოვთ გაიარეთ სწორ ექიმებთან კონსულტაცია, იმიტომ რომ ვაქცინაცია არის უმნიშვნელოვანესი. პირველ რიგში ქრონიკულად მოავადი ადამიანებისთვის, პირველ რიგში ორსულებისთვის და ასე შემდეგ. და ამ პოდკასტის განმავლობაში ქალბატონია ძალიან ბევრი ვისაუბრეთ შეცდომებზე, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მიღწევებზე. თქვენ ხართ ერთ-ერთი ის ექიმი, რომელმაც
ძალიან ბევრი პაციენტი მიიღო და ძალიან ბევრი ოჯახის ისტორია გაიზიარა ამ პანდემიის განმავლობაში, ხო? ათასობით პაციენტმა გაიარა ალბათ თქვენს ხელში და ათასობით ისტორიის მოწმე გახდით და აი ამ მთელი ამ ინფორმაციის გამოყენებით, აი დაგროვდა უამრავი ინფორმაცია. შეცდომები იყო, წარმატებები იყო. აი ეს ინფორმაცია რაც აკუმულირდა, ეხლა და ჩვენს ხელთ არის. აი ამ ინფორმაციას დაყრდნობით რა შეგვიძლია გავაკეთოთ მომავალში, რომ ბევრად უფრო ეფექტურები ვიყოთ. თუ ეს სიტუაცია დადგა, იმედი გვაქვს რომ არ დადგება, თუმცა არსებობს ყველა პირობა ამისთვის. პირველი და მთავარი არის ის, რომ მუდმივად, პერმანენტულად უნდა ვამზადებდეთ ექიმებს მშვიდობიანობის პერიოდშიც, ასე ვთქვათ, პანდემია ფაქტიურად ომიანობის პერიოდში შეგვიძლია შევადაროთ და მშვიდობიანობის პერიოდში უნდა იწყებოდეს მზადება. აი ახლაც მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ტრენინგები პირველადი ჯანდაცვის რეანიმატოლოგების, ეპიდემიოლოგების და ყველა სფეროში წინა პანდემიის გაკვეთილებით და მოდელირებული სიტუაციებით. აი როგორც ხდება ეს დასავლეთის ქვეყნებში პირდაპირ აკეთებენ მოდელირებას ხოლმე, რომ აი ასეთ სიტუაციაში როგორ მოიქცევა სხვადასხვა ჯგუფები. მარტო ექიმებზე არა, ეს ეხებათ პოლიციელებს, ჯარს, მესაფლავებს და რა ვიცი, ყველა უნდა იყოს შესაბამისად თავის რგოლში მზად. ამის უნდა არსებობდეს დაწერილი პროტოკოლები და ეს ხდებოდეს კიდევ მეორე. არავის არ უნდა ეჩვენებოდეს, რომ ეს ფუჭია და ნეტა ფუჭი იყოს, როგორც აი ძალიან კარგია ადამიანს რომ ტყუილად აქვს დაზღვევა მაგალითად და არ ადგება. აი ასე ძალიან კარგი. ხო, ეს ვიცით რომ სამწუხაროდ ბევრი ამბობს. ტყუილა გავიკეთე ანალიზები, არაფერი არ აღმოჩნდა. ნეტავ ტყუილად იყოს ეს ტრენინგები, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და მუდმივად განახლებადი უნდა იყოს ასეთი მომზადება და პროტოკოლები ინდივიდების, კლინიკების და სახელმწიფოს დონეზე. და მეორე და მთავარი, კიდევ მეორე ალბათ ძალიან ბევრი აქვს ალაპარაკო, მაგრამ მეორე და მთავარი ეს რომ ჩვენი შეცდომების აღიარება ვისწავლოთ და აი ეს რაც გვჭირდა რომ საუკეთესოდ მართავთ პანდემიას და აქედან ვერ გამოვედით ჩვენ ფაქტიურად ამაზე განსხვავებული წინადადება ისევ შესაბამის უწყებებიდან ჩვენ არ მოგვისმენია რომ არა ესე არ იყო. და ბოლოს აღმოჩნდა ისე რომ მილიონ მოსახლეზე ათეულში გავედით გარდაცვალების რიცხვით. ერთ-ერთი ყველაზე მეტი ადამიანი დაკარგა საქართველოს მოსახლეობაზე გადათვლით COVID პანდემიის დროს და ამაზე არ არის საკმარისად შეიძლება და ლაპარაკი და ეს უნდა ჩვენ თავთავ აღიაროთ და რომ არაფერი და კიდე ის რომ არაფერი რაღაცნაირად გამორჩეული ქვეყანა არ ვარ ჩვენ ვიცით რომ ისიც კი ჟღერდებოდა რომ რაღაცა გვიცავს და ჩვენ არაფერი არ დაგვემართება. არაფერი განსაკუთრებული არ გვიცავს, არაფერი განსაკუთრებული გენეტიკა მიკროორგანიზმებთან საბრძოლველად ჩვენ არ გვაქვს, ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და გვჭირდება ჩვეულებრივად მომზადება და ბრძოლა მიკროორგანიზმების სამყაროსთან. მოგეთ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, ვინც გვიყურებთ და შეგახსენებთ რომ დღეს ამ პოდკასტის ფარგლებში ვლაპარაკობდით პანდემიებზე და ჩვენი სპონსორია კლინიკა ნეოლაბი. გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე, მადლობა. დაგემშვიდობებით, იმედია საინტერესო იყო ჩვენი დღევანდელი პოდკასტი და ვეცდებით რომ ყველა პოდკასტი საინტერესო იყოს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.